აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები. მნიშვნელოვანია, რომ გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა, აქ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა გაიმართა, როგორც სანიაღვრე წყლების ნაწილში, ასევე სხვადასხვა ენერგო ინფრასტრუქტურის სრული განახლება მოხდა. მუშაობს რამოდენიმე კომპანია, ინტენსიური დატვირთვით მუშაობს საგზაო კომპანია. მიმდინარე სამუშაოები უახლოეს პერიოდში დასრულდება ორივე მონაკვეთში, სადაც ორი ჩვენი კონტრაქტორი კომპანია მუშაობს და სრულად აღდგება საავტომობილო მოძრაობა საზღვაო ტურისტულ სეზონამდე. აქვე მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოებით გათვალისწინებული შეფერხებების გამო როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ასევე საავტომობილო მოძრაობა გადართული არის განსაკუთრებულ რეჟიმზე ჩვენს ქალაქში, ჩვენს თანამოქალაქეებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ზარალდება ამ მიმართულებით, გვინდა ბოდიში მოუხადოთ გადაადგილების შეფერხებების გამო და უახლოეს პერიოდში ჩვენ სრულად დავასრულებთ სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რითაც გამარტივდება როგორც სატრანსპორტო მიმოსვლა, ასევე ჩვენ გვექნება სრულიად ახალი თანამედროვე ტიპის განახლებული ინფრასტრუქტურა. ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს გრიბოედოვი და მელიქიშვილის ქუჩებამდე მონაკვეთში, რუსთაველის აღნიშნულ მონაკვეთზე, სადაც პროექტის ფარგლებში სრულდება ახალი ბორდიულების მოჭიმის სამუშაოები, თითქმის დასრულდა უკვე ახალი სანიაღვრე სისტემებისა და სანიაღვრე ჭების ჩამოსხვითი სამუშაოები, პარალელურად მიდის მიწისქვეშა კომუნიკაციების, სხვადასხვა კომუნიკაციების მოწყობის სამუშაოები, მზადდება ასევე საფუძველი შესაბამისად შემდგომ უკვე ასფალტბეტონის საფარის მოსაწყობად, აღნიშნულ მონაკვეთის სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის 30 მაისამდე.